ბათუმში მოქმედი 27-ვე სახელმწიფო საბავშვო ბაღის თანამშრომელი კონკურს გაივლის გადაწყვეტილება საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებისა და შტატების განახლებით ხსნის. კონკურსის ჩატარება ივლისის მეორე ნახევარში იგეგმება. ახალი თანამშრომლები ტესტირებითა და გასაუბრებით შეირჩევიან. დალი ფუტკარაძის განცხადებით პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობას საბავშვო ბაღის გამგეები და мнენი მიიღებენ. მომდევნო ეტაპზე კი კონკურსი აღმზრდელებსა და სხვა პერსონალს ჩაუტარდება. ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ კონკურს ტენდერში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია ან უწყება ჩაატარებს და მასში მონაწილეობა მოქმედი თანამშრომლების გარდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. კონკურსის დებულება 100 დღეში გახდება ცნობილი. ბათუმის საბავშვო ბაღებში კონკურსი ბოლოს 2007 წელს ჩატარდა. ყველა ქალაქს მიუცე იმის საშუალება, რომ თავისი გამოცდილება და კვალიფიკაცია გამოიყენოს და გამოცადოს ამ პოზიციებზე და პლუს ამას მინდა რომ საბავშვო ბაღები დაკომპლექტდეს მაქსიმალურად კვალიფიციური კადრებით. პირველი ეტაპი კონკურსისა იქნება საბავშვო ბაღის გამგეების და მნეების, შემდეგი ეტაპი იქნება უფროსი ამღრდელები და ამღრდელები. ეტაპობრივად ჩატარდება ყველა პოზიციაზე წლის ბოლომდე და 2014 წლის იანვრისთვის უკვე საბავშვო ბაღში გვეყოლება ყველა კადრი კონკურს გავლილი და ატესტაცია ჩატარებული.